ეს შედეგი იყო მკაფიო სიგნალი იმისა, რომ მაკრონის პოლიტიკას საზოგადოების მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა ჰქონდა. რამდენიმე წუთში ხელს მოვაწერ განკარგულებას, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეებს 30 ივნისს საპარლამენტო არჩევნებზე, ხოლო 7 ივლისს მეორე ტურზე უხმობს. დღეს მოგიყვებით თუ როგორ დაიშალა საფრანგეთის მთავრობა სულ რაღაც 14 საათში და ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო. პოლიტიკური პარტიები ისე იქცევიან, თითქოს ყველას აბსოლუტური უმრავლესობა ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს მე მზად ვიყავი კომპრომისებისთვის, მაგრამ თითოეულ პარტიას სურს, რომ მეორე პარტიამ სრულად მიიღოს მისი პროგრამა. მაკრონის გადაწყვეტილება იყო სარისკო თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური ლანდშაფტის გადახალისებას. ის არის ამ ქაოსის წყარო, რადგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომლის შედეგების მიღებაც არ ისურვა. მას შემდეგ რესპუბლიკა და დემოკრატია დამახინჯდა. გამარჯობა. ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა, რა ხდება მსოფლიოში. ეს ამბავი პოლიტიკურ თრილერს გავს, მაგრამ თანამედროვე საფრანგეთის რეალობა. დღეს მოგიყვებით თუ როგორ დაიშალა საფრანგეთის მთავრობა სულ რაღაც 14 საათში და ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო. ამბავი 1 წლის წინ 2024 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუხდა. Dissolving the Assemblée Nationale. In just a few minutes, I will be signing. ამ ღამით ვშლი ეროვნულ ასამბლეას. რამდენიმე წუთში ხელს მოვაწერ განკარგულებას, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეებს 30 ივნისს საპარლამენტო არჩევნებზე, ხოლო 7 ივლისს მეორე ტურზე უხმობს. ეს მძიმე და სერიოზული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ის ნდობითაა სავსე. მჯერა თქვენი ჩემო თანამოქალაქეებო, მჯერა ფრანგი ხალხის უნარის, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება საკუთარი თავისა და მომავალი თაობებისთვის. მჯერა ჩვენი დემოკრატიის, მსურს, ხმა ფრანგ ხალხს მივცე. ეს რესპუბლიკური სულისკვეთებაა. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი სხვა შეთანხმება. ჩვენ ქაოსი უნდა დავძლიოთ. მჯერა საფრანგეთის. საფრანგეთმა ყოველთვის იწოდა, როგორ გაერთიანებულიყო რთულ გარემოებებში, ვიდრე უკან დაეხია და დემაგოგებს დაყრნობოდა. In the coming days, ამ ნაბიჯის მთავარი მიზეზი იყო მისი პარტიის მძიმე მარცხი ევროპარლამენტის არჩევნებში. 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებზე მარინ ლე-პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ ეროვნული გაერთიანება, მაკრონის პარტია რენესანსი უდიდესი სხვაობით დაამარცხა. ლე-პენის პარტიამ ხმების დაახლოებით 32% მიიღო, მაკრონის მოძრაობამ კი მხოლოდ 15%. ეს შედეგი იყო მკაფიო სიგნალი იმისა, რომ მაკრონის პოლიტიკას საზოგადოების მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა ჰქონდა. გარდა ამისა, 2022 წლის არჩევნების შემდეგ მაკრონის პარტიას პარლამენტში უმრავლესობა აღარ ჰქონდა. ამან პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად პარალიზებულ მდგომარეობაში მოაქცია. მაკრონს სჯეროდა, რომ ახალი არჩევნები გაარღვევდა ამ ჩიხს და მოუტანდა ან აბსოლუტურ უმრავლესობას, ან გააძლიერებდა მის პოზიციას მოლაპარაკებებში. მაკრონის გადაწყვეტილება იყო სარისკო თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური ლანდშაფტის გადახალისებას. მაკრონს სურდა, რომ ფრანგი ამორჩევლისთვის ორი მკაფიო ალტერნატივა შეეთავაზებინა. ერთი მხრივ მისი ცენტრისტული ბლოკი და მეორე მხარეს მარინ ლე-პენის ულტრამემარჯვენე ბლოკი. მაკრონი მედოვნებდა, რომ ფრანგები საბოლოოდ სტაბილურობას აირჩევდნენ. თუმცა, როგორც მოგვიანებით მოვლენებმა აჩვენა, ეს გათვლა არ გამართლა. შედეგები პოლიტიკურ მიწისძვრას გავდა. არც ერთ პარტიას თუ ალიანსს უმრავლესობა არ მოუპოვებია. პარლამენტი სამ მტრულ ბანაკად გაიყო. პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული ბლოკი დასუსტდა, მემარცხენე პარტიებმა კი, რომლებიც როგორც წესი ერთმანეთს ებრძვიან ხოლმე, შეუძლებელი შეძლეს მათ სწრაფად შექმნეს კოალიცია სახელწოდებით ახალი სახალხო ფრონტი, რითაც გააერთიანეს სოციალისტები, რადიკალი მემარცხენეები და მწვანეები. მარინ ლე-პენის ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანება კი მისი არსებობის ისტორიაში პირველად გახდა პარლამენტში ყველაზე დიდი ერთპარტიული დაჯგუფება. საფრანგეთის არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა მესამე ადგილი დაიკავეს.
რადგან მემარცხენე კოალიციამ საყოველთაო მოლოდინის საწინააღმდეგოდ საფრანგეთის პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა. მოსალოდნელი იყო, რომ მარინ ლეპენის ეროვნული გაერთიანება ყველაზე დიდ პარტიად იქცეოდა, მაგრამ ცენტრისტულ და მემარცხენე დაჯგუფებებს შორის ნაჩქარევად შემდგარმა პაქტმა მისი მემარჯვენე პარტია მესამე ადგილზე გადაიყვანა. პრეზიდენტმა მაკრონმა, რომლის ცენტრისტულმა ბლოკმა მეორე ადგილი დაიკავა, თავის პრემიერ-მინისტრს სთხოვა თანამდებობაზე დარჩეს მანამ, სანამ ის კოალიციურ მოლაპარაკებებს დაიწყებს, რასაც შესაძლოა კვირები დასჭირდეს. იმ დღიდან მოყოლებული საფრანგეთის მართვა თითქმის შეუძლებელი გახდა. საფრანგეთის კონსტიტუციამ მეხუთე რესპუბლიკის მოდელი ძლიერი პრეზიდენტისთვის და ერთიანი მმართველი უმრავლესობისთვის არის შექმნილი. ის ეფექტურად მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა ლიდერი და პარლამენტი შეთანხმებულად მოქმედებენ. ამ ახალ რეალობაში პოლიტიკურმა სისტემამ მუშაობა ვეღარ შეძლო. რადგან მას არ აქვს მექანიზმები, რომლის საშუალებითაც ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიები კომპრომისს ეწავლენ. მაკრონი ცდილობდა ძველი მეთოდებით ემოქმედა, მაგრამ ყველა მისი პრემიერ-მინისტრი მარცხს განიცდიდა, რადგან მათ არ შეეძლოთ მაგალითად საბიუჯეტო პოლიტიკის გატარება, რომელიც ახალი პარლამენტის უმრავლესობის მიერ იქნებოდა მიღებული. ამიტომ მთავრობა უბრალოდ ჩიხში მოექცა. 14 საათიანი მთავრობის დაცემა კი ისტორიული მარცხი იყო, მაგრამ ის მხოლოდ სიმპტომია და არა პათოლოგიის მიზეზი. პრობლემის ნამდვილი საფუძველი ბევრად ღრმა და სამი მთავარი ფაქტორისგან შედგება. საფრანგეთის პოლიტიკური კრიზისის ფესვები ემანუელ მაკრონის ეკონომიკურ პოლიტიკაშია. მაკრონის პოლიტიკური ხედვა მიზნად ისახავდა, რომ ფრანგული კომპანიებისთვის ბიზნესის წარმოება გაიადვილებინა და ამით ისინი უფრო მიმზიდველი გამختარიყვნენ უცხოური ინვესტიციებისთვის. მისი რეფორმები ძირითადად ბიზნესის ინტერესებზე იყო ორიენტირებული. შემცირდა კორპორაციული გადასახადები, გამარტივდა თანამშრომლების დაქირავება, გათავისუფლების პროცედურები და შეზღუდვები დაუწესდა სოციალურ პროგრამებს. ამ პოლიტიკის ყველაზე აშკარა მაგალითი იყო საპენსიო ასაკის გაზრდა. ამ გადაწყვეტილებამ უზარმაზარი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, რადგან ადამიანებს უწევდათ უფრო დიდხანს ემუშავოთ ფიზიკურად რთულ სამუშაოებზე, მაშინ როცა ბევრი ახალგაზრდა საერთოდ ვერ პოულობდა სტაბილურ სამსახურს. საზოგადოება ხედავდა, რომ კორპორაციების მოგება იზრდებოდა, მდიდრები მდიდრდებოდნენ, ხოლო საჯარო სერვისები, როგორიცაა მაგალითად საავადმყოფოები და სკოლები, თანდათან უარესდებოდა. ეს არ იყო აბსტრაქტული განცდა, ეს იყო ყოველდღიური რეალობა, რამაც გამოიწვია ღრმა უკმაყოფილება პოლიტიკური ელიტის მიმართ. სწორედ ამ ღრმა უკმაყოფილების და უთანასწორობის განცდის ფონზე 2024 წლის არჩევნებში მემარცხენეებმა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს და ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ბლოკად ჩამოყალიბდნენ. ამ არჩევნებმა მკაფიოდ უთხრა ხელისუფლებას, რომ სურთ ცვლილებები. ფრანგმა ხალხმა ხმა მისცა სოციალურ სამართლიანობას, მეტკეთილდღეობას და იმ რეფორმების გაუქმებას, რომლებიც მათ ცხოვრებას აუარესებდა. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ მიუხედავად ხალხის მკაფიო არჩევანისა, ეს ხმები და ხალხის ნება არ აისახა სამთავრობო პორტფელებში და ქვეყნის მმართველობის სტრატეგიაში. პრეზიდენტმა მაკრონმა არ ისურვა, რომ ძალაუფლება მემარცხენეებთან გაიყო და ხალხის არჩევანისთვის პატივი ეცა. მას სცადა ძალაუფლების თავისთვის შენარჩუნება, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს საფრანგეთში არსებობს. განხეთქილების მთავარი ვაშლი კი ბოლო პერიოდში ბიუჯეტი იყო. საფრანგეთს უზარმაზარი საგარეო ვალი აქვს, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ევროკავშირის წესებით მთავრობა ვალდებულია, რომ თავისი საგარეო ვალები აკონტროლოს. მაგრამ ამის გაკეთება საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ან გადასახადების გაზრდას ნიშნავს. ეს იყო საბედისწერო ხაფანგი, რამაც ქვეყანა მიიყვანა კრიზისის ბოლო აქტამდე, 2025 წლის 5 ოქტომბრამდე. მას შემდეგ, რაც მეორე პრემიერ-მინისტრი წარუმატებელი აღმოჩნდა, მაკრონმა თანამდებობაზე თავისი ახლო მოკავშირე, სებასტიენ ლეკორნუ დანიშნა. ლეკორნუ ყოფილი თავდაცვის მინისტრია და მაკრონისადმი თავისი ერთგულებით იყო ცნობილი. მისი მისია საკმაოდ რთული გახდა, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა. მან კვირები დახარჯა პარტიის ლიდერებთან, პროფკავშირებსა და ბიზნეს ჯგუფებთან შეხვედრებზე და მათ დაჰპირდა წარსულისგან წყვეტას, მისგან გამიჯვნას. 5 ოქტომბერს კი ეროვნული ტელევიზიის ეთერში მინისტრების სია გასაჯაროდა, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უკმაყოფილება მოჰყვა. ეს ახალი მთავრობა არ იყო, ეს იყო წინა გუნდის გადახალისება, რომელმაც უკვე
მარცხი განიცადა. მაგალითად, ბრუნო ლემერი, ფინანსთა მინისტრი, რომელიც ქვეყნის მზარდვალზე იყო პასუხისმგებელი, ისევ სიაში იყო, უბრალოდ სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. გასაკვირია, მაგრამ უმძიმესი კრიტიკა არამხოლოდ მაკრონის ოპონენტებისგან, არამედ მისი ტაქტიკური მოკავშირეებისგან, კონსერვატორული პარტიის რესპუბლიკელების მხრიდანაც წამოვიდა. ისინი გაღიზიანებულები იყვნენ, რომ ლეკორნუს ახალი მთავრობა თითქმის იდენტურად გამოიყურებოდა წინა წარუმატებელი მთავრობის მსგავსად და მოიცავდა იმავე სახეებს, რომლებიც ღრმად არაპოპულარულები იყვნენ. ისინი განსაკუთრებით გააღიზიანა ბრუნო ლემერის დანიშვნამ, რადგანაც მას ქვეყნის მზარდვალზე აკისრებდნენ პასუხისმგებლობას. მაკრონის პარტიის ლიდერმა გაბრიელ ატალმა კი განაცხადა, რომ მას პრეზიდენტის აღარ ესმის. ძიმე პერიოდს განვიცდით როგორც ბევრი ფრანგი. მე აღარ მესმის რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებები. ასამბლეის დაშლა და შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ხელისუფლების შენარჩუნების შიჯი უტესგვანან. თქვენ შეკითხვაზე რომ გიპასუხოთ, რა თქმა უნდა, ამ დისკუსიებსა და მოლაპარაკებებში მივიღებ მონაწილეობას. ყოველთვის მონაწილეობდი ყველა შეხვედრაში. და თუ ხვალ სოციალისტები ან სხვა პარტიები შემოგთავაზებენ შეხვედრებსა და ერთად დისკუსიას, ცხადია ამას გავაკეთებ. ეს არ არის ის მეთოდი, რომელსაც მე ვემხრობოდი. მაგრამ მე უბრალოდ მინდა რომ ჩემი ქვეყანა წინ წავიდეს. უბრალოდ მინდა რომ საფრანგეთს ბიუჯეტი ქონდეს. თქვენ ახსენეთ ბიუჯეტის არარსებობის შედეგები. ამიტომ მონაწილეობას მივიღებ ყველაფერში, რაც შემოგთავაზეს ამ კრიზისიდან გამოსავლის გონის მცდელობაში. ამ მოვლენების ფონზე ლეკორნუ სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა. მან იცოდა, რომ როდესაც პარლამენტი შეიკრიბებოდა, მას დამამცირებელი მარცხი ელოდა. ამიტომ მთავრობის გამოცხადებიდან სულ რაღაც 14 საათსა და 26 წუთში ის საპრეზიდენტო სასახლეში მივიდა და გადადგა. En ce lundi matin, les conditions n'étaient plus remplies. უშაბათ დილით ჩემი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენისთვის საჭირო პირობები აღარ არსებობდა, რომ მთავრობას ხვალ ეროვნული ასამბლეის წინაშე წარდგომა შეძლებოდა. ცოტა აკლდა, რომ ყველაფერი გამოსულიყო. ჩემს კონფიდენციალურ საუბრებში ვთქვი, რომ ცოტა აკლდა ყველაფრის გამოსვლას. თუ ბევრი ადამიანი უფრო უანგაროდ მოიქცეოდა, შეძლებდა მოკრძარებას და გარკვეული ეგოების დათრქუნასაც კი. მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი ამის გაკეთებას. პოლიტიკური პარტიები ისე იქცევიან, თითქოს ყველას აბსოლუტური უმრავლესობა ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს მე მზად ვიყავი კომპრომისებისთვის, მაგრამ თითოეულ პარტიას სურს, რომ მეორე პარტიამ სრულად მიიღოს მისი პროგრამა. ეს ეხება როგორც საერთო პლატფორმის პარტიებს, ასევე ოპოზიციას. ბევრის ბაგეებიდან ძალიან ბევრი წითელი ხაზი ისმის, იშვიათად ისმის მწვანე ხაზები. კომპრომისის პრინციპი კი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შეძლო მწვანე ხაზების შეხამება და გარკვეული წითელი ხაზების გათვალისწინება. მაგრამ შეუძლებელია ორივე უკიდურესობაში იყო. ოპოზიციის ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეს გაიგო და მინდა მათ მადლობა გადაუხადო. ახლა საჭიროა, რომ წინ წავიწიოთ, ვისაც ქვეყნისთვის გამოსავლის პოვნა სურს. Que celles et ceux qui veulent trouver un chemin pour le pays puissent avancer. ამ მომენტის შემდეგ პრეზიდენტმა მაკრონმა გადამდგარ პრემიერ-მინისტრს სთხოვა, რომ კიდევ 2 დღე დარჩენილიყო და გამოსავალი მოეძებნა. ქვეყანას იმ მომენტიდან დროებითი მთავრობა ჰყავდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ადამიანი, ვინც თავადვე უარი თქვა თანამდებობაზე. ლეკორნუს გადადგომის შემდეგ იმედგაცრუებას და კრიტიკულ განწყობას ამჟღავნებდნენ ფრანგულ ოპოზიციაში. საკითხავია, Netflix-ის სერიალის რომელ სეზონს ვუყურებთ სინამდვილეში. ეს უკვე სასაცილო ხდება. არც ერთი სიტყვა, რომელიც თქვენ თქვით, კონსტიტუციაში არ წერია. ეს ნიშნავს, რომ სებასტიან ლეკორნიუ ან პრემიერ-მინისტრია, ან არა. ამ შემთხვევაში სხვა პრემიერ-მინისტრი გჭირდება. ამიტომ ეს უნდა შევაჩეროთ. ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა დავიბრუნოთ. ემანუელ მაკრონმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და საარჩევნო ყუთის შედეგები გაითვალისწინოს. ანუ მემარცხენე ფლანგიდან დანიშნოს პრემიერ-მინისტრი. მათ უნდა შეწყვიტონ ფრანგების დაცინვა. ბოდიშს ვიხდი. ვეცდები თავაზიანი ვიყო, მაგრამ ეს ფარსი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ახლა ერთადერთი გამოსავალი, როგორც ყველამ გაიღო, არის კენჭისყრაზე დაბრუნება, რათა სიტუაცია საბოლოოდ გაირკვეს და ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა შედგეს. როგორც ჩანს, ახალმა პრემიერმა ვერ შეძლო საერთო ენა გამოინახა მემარცხენეებთან, რომელთა დათანხმების შემთხვევაში შესაძლოა ჩიხი გარღვეულიყო. ახალი სახალხო ფრონტი, მემარცხენე კოალიცია, ახლა უკვე საფუძვლიანად არის ურთიერთდაპირისპირებული.
როგორც ცნობილია, ახალი სახალხო ფრონტი იყო კოალიცია, რომელშიც შევიდნენ პარტიები, რომლებიც როგორც წესი ერთმანეთს ებრძვიან და იდეოლოგიურად საპირისპირო მხარეს დგანან. კოალიციამ გააერთიანა სოციალისტები, რომლებიც ტრადიციულად ზომიერები არიან, მწვანეები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ეკოლოგიაზე ზრუნავენ და ჟან-ლუკ მელანშონის რადიკალური მემარცხენე პარტია, რომელიც ხშირად რევოლუციურ ცვლილებებს მოითხოვს. ამ დაჯგუფებებმა მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა, შეძლეს რომ პოპულარული და ერთიანი პროგრამა შეემუშავებინათ. მათი პლატფორმა პირდაპირ დაუპირისპირდა მაკრონის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ხალხის აზრით მდიდრებს ემხრობოდა. სახალხო ფრონტს სურდა, რომ გაუქმებულიყო მაკრონის მიერ დაწესებული საპენსიო ასაკის ზრდა. ეს ნაბიჯი იყო პირდაპირი პასუხი მასობრივ პროტესტზე. მემარცხენეებს ასევე სურდათ, რომ შემოეღოთ გადასახადები დიდი კორპორაციებისა და უმდიდრესი მოქალაქეებისთვის. მათ სჯეროდათ, რომ ამ გზით შეძლებდნენ დამატებითი ფინანსების მოძიებას და ამით დააფინანსებდნენ სოციალურ პროგრამებს, მაგალითად საავადმყოფოებსა და სკოლებს. მოკლედ, მემარცხენეებმა წარმოადგინეს გეგმა, რომელიც არა მხოლოდ არსებული სისტემის კრიტიკას, არამედ მის შეცვლას ისახავდა მიზნად. მემარცხენეებს ჰქონდათ ჩანსი, რომ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აეღოთ. თუმცა ტაქტიკურმა უთანხმოებებმა და მაკრონის გაჯიუტებამ მხედველობაში არ მიეღო ახალი პარლამენტის კონფიგურაცია და მისი მემარცხენე ელფერი ეს შანსი მოსპო. მემარცხენე ბანაკში ერთხარეს აღმოჩნდნენ პრაგმატიკოსები, მაგალითად ოლივიე ფორე სოციალისტური პარტიიდან. მასთან მის თანამოაზრეებს სჯეროდათ, რომ მარინ ლეპენის პარტიის მხრიდან საფრთხე იმდენად სერიოზულია, რომ ისინი მზად უნდა ყოფილიყვნენ მაკრონთან მოლაპარაკება ეწარმოებინათ. ცხადი ამ თანხმობისთვის ისინი დიდ ფასს ითხოვდნენ, მაგალითად მაკრონის საპენსიო რეფორმის შეჩერებას, მაგრამ ამავე დროს კომპრომისს აუცილებლად მიიჩნევდნენ დემოკრატიის დასაცავად. თუმცა ლეკორმუს გადადგომის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ფორი აცხადებს, რომ მას არ აქვს გარანტია საპენსიო რეფორმის შეჩერებაზე შეთანხმებისა, რაც საკმაოდ შეამცირებს ალბათ მაკრონის გუნდთან მოლაპარაკებების შანსებს. ცხადია, ჩვენ ვისაუბრეთ პენსიის რეფორმის შეჩერებაზე. ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქვს არანაირი გარანტია იმის შესახებ, რომ ეს შეჩერება ნამდვილად განხორციელდება. ეს საკითხი მხოლოდ განათლების მინისტრმა ელისაბედ ბორნმა ახსენა, რომელიც ასევე ამ რეფორმის ავტორია. მაგრამ ამ ეტაპზე ვერავინ გვაძლევს გარანტიას, რომ ეს ასე იქნება. ჩვენ ასევე ვითხოვთ, ბოდის ვიხდით ტექნიკური დეტალებისთვის, რომ ეს არ იყოს მხოლოდ საპენსიო ასაკის გაყინვა, არამედ საპენსიო შენატანების ხანგრძლივობის დაჩქარებაც. ბოდის ვიხდი ეს ცოტა ტექნიკურია, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ეს ამბავი შეიძლება სრული ფარსი იყოს, თუკი ამ დაზუსტებებს პრემიერ-მინისტრი და განსაკუთრებით რესპუბლიკის პრეზიდენტი არ წარმოადგენენ. რომელსაც დღის განმავლობაში შეხვედრა ექნება პრემიერ-მინისტრთან და სადაც ის მასთან გამართულ მოლაპარაკებებზე ანგარიშს ჩააბარებს. და ამ მომენტში ჩვენ გავიგებთ, თუ როგორ აპირებენ ფრანგების დაპურებას და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ყველა გარანტია მოგვეცეს. თუმცა ამ ყველაფრის საუკეთესო გარანტია არის ის, რომ მემარცხენეები და ეკოლოგისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ჩვენ საბოლოოდ მივიღოთ გარანტია იმისა, რომ კურსი შეიცვლება. Et que nous ayons enfin l'assurance qu'il y ait un changement de cap. მეორე მხარეს კი არის ჟან-ლუკ მელანშონი, შედარებით რადიკალური მემარცხენე პარტიის და უმორჩილებელი საფრანგეთის ქარიზმატული ლიდერი. მელანშონი და მისი მხარდამჭერები მაკრონს იმ პოლიტიკის ავტორად მიიჩნევენ, რომელიც მუშათა კლასს აზიანებს. მათთვის მაკრონთან ნებისმიერი გარიგება ღალატია. მელანშონს სჯერა, რომ ვითარებიდან გამოსავალი მაკრონის გადადგომა. Il faut donc pour répondre à ce moment ამ მომენტში ამ ვითარებაზე პასუხის გასაცემად პრობლემის გულთან უნდა მივიდეთ. ანუ რესპუბლიკის პრეზიდენტთან და იმასთან, თუ რამდენად ლეგიტიმურია, რომ ის ამ პირობებში კვლავაც წვეთდეს ქვეყნის ბედს. ის არის ამ ქაოსის წყარო, რადგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომლის შედეგების მიღებაც არ ისრვა. მას შემდეგ რესპუბლიკა და დემოკრატია დამახინჯდა და ასეთი სიტუაციები ყოველთვის ისჯება. ხალხის პოლიტიკური ცხოვრება მისი ინსტიტუტებით მართვის გზით გადის და ამ ინსტიტუტების ფუნქციონირების პატივისცემა გულისხმობს ხალხის ნების სკრუპულოზურ პატივისცემას.
წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უკვე აღარ არის დემოკრატია. რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგად არავის ქონია აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ ერთი ბლოკი წინ იყო. ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა, ამ შედეგის მეთოდური და ჯიუტი უარყოფა იყო. ამიტომ, ამ ვითარებაზე პასუხის გასაცემად პრობლემის გულთან უნდა მივიდეთ. ანუ დავუბრუნდეთ ხალხს. ანუ ეჭქვეშ დავაყენოთ რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. იმ ფორმებით, რისი უფლებას ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიას აქვს. ვიმეორებ, იმ ინსტიტუციონალური ფორმებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია. რომელია ისინი? ერთი მათგანი არსებობს. ეს არის რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაყენება, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ამ შიდაობა საფრანგეთის მემარცხენეები პარალიზებულ მდგომარეობაში დატოვა. ისინი ვერ თანხმდებოდნენ ლიდერსა და სტრატეგიაზე, რაც ხელსაძლავს ოპონენტებს მარინ ლე-პენს და მის პროტეჟეს ეროვნული გაერთიანების პრეზიდენტს ჯორდან ბარდელას. ლე-პენის გუნდის სტრატეგია მარტივი და ეფექტურია. მათ განაცხადეს, რომ წინააღმდეგ მისცემენ ხმას მაკრონის მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ მთავრობას. ისინი ხელს უწყობენ ქაოსს და იმედი აქვთ, რომ ფრანგი ხალხი იმდენად დაიღლება არასტაბილურობით, რომ ულტრამემარჯვენეებისკენ შეტრიალდება. როგორც ერთადერთი ძალისკენ, რომელსაც წესრიგის დამყარება შეუძლია. მათ წლების განმავლობაში იმუშავეს თავიანთი იმიჯის შერბილობაზე და ახლა თავს მშვიდ პასუხისმგებლიან ალტერნატივად წარმოაჩენენ მოშლილი პოლიტიკური კლასის ფონზე. არა, მე მისი საუბარი არ მაინტერესებს. მე მისი გადაწყვეტილება მაინტერესებს. მე მოვუწოდებ მას, რომ დაშალოს ეროვნული ასამბლეა, რადგან ჩვენ გზის ბოლოს ვართ და გამოსავალი არ არსებობს. მას ხვალაც არ ექნება გამოსავალი. ამ პირობებში ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, არის ის, რომ დაუბრუნდეთ არჩევნებს და ფრანგებმა ქვეყანას მიმართულება მისცენ. ჩვენ უკვე ამ ხუმრობის ბოლოს ვართ. მინდა ვთქვა, რომ ამ ფარსმა საკმარისად გასტანა. ფრანგები ამ სიტუაციამ გადაღალა და ამ შემთხვევაში ემანუელ მაკრონი, რომელიც ირაციონალურად უწევს წინააღმდეგობას ინსტიტუციებს, ქვეყანას საშინლად რთულ სიტუაციაში აგდებს. კრიზისებში ნიღბები იხსნება და ვხედავთ ვინ არის. საფრანგეთის მომავალი და ევროპის სტაბილურობა ახლა დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა ლიდერები გამოსავლის მოძიებას, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. კრიზისი, რომლის მოწმეებიც ვართ, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკური ჩიხი. ეს არის მთელი სისტემის კრახი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მაკრონი ხაფანგშია. მისთვის პირველი გზა კომპრომისის მოძიება. მაკრონ შეუძლია, რომ პრემიერ-მინისტრად ისეთი კანდიდატი დაასახელოს, რომელიც შეეცდება, რომ ცენტრთან ყველაზე ახლოს დგომი პარტიები გადმოიბიროს და პარლამენტში უმრავლესობა მოაგროვოს. ეს გზა ყველაზე რთულია, მაგრამ ამავდროულად ერთადერთიც, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური სტაბილურობის ილუზია მაინც შექმნას. ასეთ მთავრობას მოუწევს, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან მუდმივად აწარმოოს მოლაპარაკება, რათა კანონები და საბიუჯეტო პოლიტიკა გაატაროს. ეს იქნება მყიფე კოალიცია, რომლის ბედიც მხოლოდ ერთ ხმაზე იქნება დამოკიდებული და ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაემხოს. მეორე გზა მაკრონისთვის ყველაზე მტკივნეულია. მას შეუძლია, რომ თავისინების საწინააღმდეგოდ პრემიერად მემარცხენე კანდიდატი დაასახელოს, თუმცა მემარცხენე ბანაკი ძალიან დაყოფილია. მათ მხოლოდ თანამდებობა არ სურთ, არამედ საპენსიო რეფორმისა და ბიუჯეტის ბედიც ანაკლებ. მემარცხენეებისა და მაკრონის დაზავება ურთულესი იქნება. მაკრონს მოუწევს, რომ დათმოს თავისი რეფორმები, მათ შორის საპენსიო ასაკის ზრდა, რაც მისთვის დიდი პოლიტიკური დარტყმა იქნება. ეს ნაბიჯი შეარყევს მის ავტორიტეტს, მაგრამ ამავდროულად ერთადერთი გზა, რომლითაც ის შეძლებს, რომ ულტრამემარჯვენეების ძალაუფლებაში მოსვლის შანსი შეამციროს. მესამე გზა ყველაზე სარისკო და სახიფათოა. მაკრონს შეუძლია, რომ პარლამენტი დაშალოს და ვადამდელი კენჭისყრა დანიშნოს. მან ეს გზა უკვე სცადა 2024 წელს და მას საპირისპირო შედეგი მოჰყვა, რამაც ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში უკვე შეიყვანა. ამჯერად სცენარი კიდევ უფრო უარესია. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ულტრამემარჯვენეებს აქვთ რეალური შანსი, რომ გაიმარჯვონ და ჯორდან ბარდელა პრემიერად დაამტკიცონ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ულტრამემარჯვენეები ხელისუფლებაში მოვლენ, რაც საფრანგეთსა და მთელს ევროპაში პოლიტიკურ მიწისძვრას გამოიწვევს. ბოლო განახლებით 8 ოქტომბერს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ოფისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში ახალ პრემიერ-მინისტრს დანიშნავს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა ლე კორნუმ ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მაკრონს მოახსენა, რომ პარლამენტარების უმრავლესობა ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგია და ბიუჯეტის მიღება შესაძლებელია. ლე კორნუმის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთავრობისთვის გარიგების მიღწევა რთული იქნება, მაინც არსებობს შესაძლებლობა, რომ ბიუჯეტი წლის ბოლომდე დამტკიცდეს. ეს კი მისი აზრით ახალი ვადამდელი არჩევნების რისკს ამცირებს. ლე კორნუმ მაკრონს მოახსენა, რომ მომავალი პრემიერი არ უნდა იყოს მაკრონის პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული და არც 2027 წლის საპრეზიდენტო ამბიციები უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, სიტუაცია პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, რომ უახლოეს 48 საათში პრემიერ-მინისტრი დანიშნოს. გადადგომის შესახებ განცხადება ორშაბათს დილით გავაკეთე. ეს იმას აჩვენებს, რომ ამ თანამდებობისთვის არ მიბრძოლია. დავთანხმდი, რომ 48 საათის განმავლობაში შედარებით რთულ პირობებში მემუშავა. მე ერთგული ჯარისკაცი ვარ. დავთანხმდი იმ მისიას, რაც პრეზიდენტმა დამავალა. დღეს საღამოს მიმაჩნია, რომ ჩემი მისია დასრულებულია. საბოლოო ჯამში კონსულტაციების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება პარლამენტის ხელახალ დაშლას. რესპუბლიკის პრეზიდენტს უთხარი, რომ პარლამენტის დაშლის პერსპექტივა შორს არის. ახლა მტკიცედ მწამს, რომ გუნდი, რომელსაც მომავალში პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, უნდა იყოს სრულად მოწყვეტილი 2027 წლის საპრეზიდენტო ამბიციებს. ნებისმიერ შემთხვევაში რესპუბლიკის პრეზიდენტს უთხარი, რომ პენსიების რეფორმაზე დებატებისთვის გზა უნდა გამოინახოს. ასე რომ ეს არ იქნება სრულყოფილი ბიუჯეტი. ეს იქნება ბიუჯეტი, რომელშიც ბევრი რამ არის განსახილველი და ბოლოს მე ჯერ კიდევ მინისტრად ვარ დანიშნული და თავდაცვის საკითხებზე ვარ პასუხისმგებელი. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა რესპუბლიკის პრეზიდენტის შეცვლის დრო არ არის. როგორც ჩანს, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს მაკრონის გუნდი სოციალისტებთან საპენსიო რეფორმის შესახებ შეთანხმების მიღწევას. რაც შეეხება უფრო გლობალურ მასშტაბს, საფრანგეთის პოლიტიკური არეულობა ასევე მძიმე დარტყმა ევროპისთვის. საფრანგეთი ევროკავშირის მეორე უმსხვილესი ეკონომიკა და მისი სტაბილურობა პირდაპირ აისახება ევროზონის სიჯანსაღეზე. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა საფრანგეთის ეკონომიკურ ზრდას უკვე დააკარგვინა დაახლოებით 0.3%. ხოლო არასტაბილურობა ბიზნესსა და ინვესტორებს შორის ნდობას ამცირებს. ბრიუსელში და ევროპის სხვა დედაქალაქებში ოფიციალური პირები და დიპლომატები შიშობენ, რომ მაკრონის ლიდერობა საერთაშორისო საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის ომი და რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეები, შესაძლოა შესუსტდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს კრიზისი მალე არ გადაილახება. ტრადიციულად ევროპული ლიდერობის ძრავა გერმანულ-ფრანგული ალიანსი. მაკრონის პრობლემები ამ ალიანსს ასუსტებს. თუნდაც ახალი გერმანელი ლიდერის ფრიდრიხ მერცის პირობებში, რომელიც უფრო დინამიკურ და გაბედულ ლიდერად ითვლება საგარეო ასპარეზზე, ვიდრე მისი წინამორბედი. მოკლედ დავალოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მომავალი კვირები გამოაჩენენ იმას, თუ რა პერსპექტივა აქვს საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. მე კი მომდევნო კვირას დაგიბრუნდებით, ველოდები გამოხმაურებას კომენტარებში, გამოიწერეთ მაუწყებლის YouTube არხი და არ დაგავიწყდეთ მაუწყებლის საიტზე შესვლა და ფინანსური მხარდაჭერა, თუნდაც მცირედი შემოწირულობით, რომლითაც მაუწყებელს ამ რთულ დროს გადარჩენაში დაეხმარებით. დროებით.